დაიწყო რუსეთმა 2 საათზე ნაკლები რჩება იმ დრომდე, როდესაც აქცია სწორედ ამ სახელწოდებით გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთან. ჩვენი ქვეყნის დასავლურად და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები სწორედ ირაკლი ყობახიძეს შეახსენებენ, რომ მისი განცხადებები არის ძალიან მოღალატეობრივი. მათი განმარტებით ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც სრულიად დასავლური სამყარო თანხმდება, მაგრამ როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ეს რეალობა განსხვავებულად ესმის, ამიტომ ყობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ მოუწევს სკანდირების ხმამაღალი ხილების გაგონება სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ქართველები ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები ღალატს არავის არ პატიობენ და არ აპატიებენ არც ქართულ ოცნებას, რომლის წარმომადგენლებიც ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ ისტორიის გადაწერას. ისტორიას არ გადაგაწერინებთ, ეს იქნება მთავარი და მკაფიო გზავნილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ყობახიძეს მოუწოდებენ, რომ ნუ იქნება მოღალატე და თვალი გაუსწოროს რეალობას და ახლა მაინც მოეგოს გონს და ნუ გააკეთებს მოღალატეობრივ განცხადებებს. ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების მოღალატეობრივი რეჟიმი აგრძელებს თავის საქმიანობას. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ომთან დაკავშირებული და რუსეთთან დაკავშირებული თემები არის ერთი მთლიანი ნარატივის ნაწილი. რეალურად მას სჭირდებათ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე განაცხადოს, რომ მისი მტერი არის არა რუსეთი, არამედ დასავლეთი და შესაბამისად ამას ფონად დაეფინოს ის ამბავი, რომ საქართველოს აღიაროს, რომ მან დაიწყო ომი. ჩვენ რასაკვირველია, ქართული საზოგადოება ამას არ შევეგუებით, ამას ყველაფერს შევეწინააღმდეგებით და ნებისმიერ ნაბის, რომელსაც ამ მიმართულებით გადადგავენ, ჩვენ შევხვდებით ძალიან, ასე ვთქვათ, ემოციური მძაფრი წინააღმდეგობით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და იგეგმა ირაკლი ყობახიძის მოღალატეობრივი განცხადების გამო. ირაკლი ყობახიძემ საქართველოს დაადანაშაულა ომის დაწყებაში. ის წარმოადგენს de facto, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფალს, შესაბამისად მსგავს განცხადებებს აქვს შესაბამისი შედეგები და მოყვა კიდევაც რუსეთის მხრიდან საპასუხო განცხადებები და შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს ესეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს სჭირდება აუცილებლად პასუხი და ვიკრიბებით დღეს 6 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს ისტორიას არ გადაგაწერინებს. სწორედ ამ შეძახილებით მოქალაქეები შეიკრიბებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან ზუსტად 18 საათზე. ამის შემდეგ კი ასევე გაიმართება ტრადიციული აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე და პროტესტიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა. საქართველოს